ეხა ერთ-ერთი ვინც დახმარებას ღებულობდა ლეო ანტაძე იყო და ნახეთ რა განცხადება. ეს არის გმირები, დიდი პატრიოტები თავის ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი, როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ, რა განათლებულები არიან. არაფერი არ მინდა, ყველას დედა მოვწყალვით 41-ის ჩამოხარდავით არაფერი არ გააკეთა საერთოდ, რა ეს ნაბიჯურები არ ყოფილიყვნენ აქ. Kocebis dedis khla Skovilebo Labosebo Tkveni dedis rizroa Sagatsawa Gruzia ar არის. Sabaka aradros ar ikneba. და კატა კოშკა. და მესუკა არასდროს არ იქნება. ჩვენ გვიყვარს ყავის სმა პარიზში და არა ვოდკის ანუ არაყის ჩელიაბინსკი. ბატონო ლეო, ესენი მეტყოლებენ კარგად? ერთი ისიძახდა სუკა არ ვიქნები და სუკა ხარ შვილო და შლუხაცა ხარ კიდე რა. და აი ამ გოგონას მინდა უთხრა პარიზი რო ახსნა. პარიზში ზუსტად რუსული ვოდკაა ყველაზე პოპულარული. ხო და არა რა. თუ გაინტერესებს. არა, ეხლა ბატონ ლეოს მინდა მივმართო რა. აი და კიდე სხვებსაც ვინც ინტელიგენციის წარმომადგენლები არის. რატო იხდით, აი რატო ცვლით აი ამ რაღაც რამდენიმე $1000 ხალხის სიყვარულზე. ქართველი ხალხი მტრები დგას რუსთაველზე. ქართველი ხალხის მტრები. და გამოდიხარ ამხელა ადამიანი და აი ამისონ როგორ მეტყველებენ ბოდიში და როგორ მეტყველებენ იგინებიან იფურთხებიან რაზგვანან და ესენი არიან საქართველოს წარმომადგენლები ნახეთ ერთ პირველი დღიდან აქ ვარ უკვე ბევრი წელია აქ ვარ ანუ ის როგორც ბევრი ადამიანი აქ და განწყობა მაქვს ის რომ აი რაღაცა მჯერა იმის რომ მივალთ იმ ნიშნულთან სადაც რაც არის ხალხის ნება აი თქვენ მიხვალთ აქამდე ეს ბოლო კადრია ჩხიბავებამდე და აი ეს არის პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობა ახალგაზრდები როცა გამოდიოდნენ მთავრობის წინააღმდეგ ეს იყო 78-ში 56 წელს კომუნისტების მე მას შორის ან 99-ში ან იგივე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში როდესაც ვიბძოდი ჩვენ მე არ ვიცი არავინ ესე ბილდს იტყვაობდა რა მაშინაც იყო არავინ არ დღაბნიდა პარლამენტის შენობას და რუსთაველს არავინ არ ანგრევდა ვერ გავიგე რო ანგრევთ ვერ გავიგე თქვენი ناقიდია წადე სახლში და ანგრიეთ რაც გინდათ რა როგორ შეიძლება აი მაინტერესებს ეს მოგწონდეს ეხლა რასაც ესენი აკეთებენ რა ვინ ახართ რა ხართ მაინტერესებს და ეხლა ესენი გამოდიან 16 თაყაიშვილის საფლავს რომ მიაჩარდა ხო არა ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში დასაჭერი ხალხის სიები უკვე გამზადებულია და ეს ხალხი ვიღაცეები რომლებიც ეხლა ჩვენ გვიკითხავენ ნოტაციებს რომ მთავრობას რატო იმაშვებითო თქვენ აკებთო ბოდიში და მართლა რომ მოვიდეს ეს ხელისუფლება ხო აი ეს ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ ეს ძალები მაინტერესებს ერთი თქვენ თუ მართლა სუფთა ადამიანები ხართ თქვენ გონია გადარჩებით მაგრამ თქვენ შეკრული ხართ ამ ნაცემთან ძალიან ბევრი ადამიანის ლუსტრაცია გახდება ცნობილი მეგობრებო მე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშიც ვებძოდი რეჟიმს და ამის კადრები არ იწვის და უამრავი შეგიძლიათ ნახო, როდესაც გამოდიოდი ეთერიდან და სახელმწიფო სამსახური დავტოვე 2006 წელს. ჩემი ოჯახი საშიმშილოდ გავწირე, იმიტომ რომ მაშინ ადვოკატს ფასი არ ქონდა, მარტო ადვოკატის ერთადერთი საპროცესოც კიდე არ კეთდებოდა და საპროცესოს აკეთებდა მათთან შეწყმული ესე იგი ადვოკატები და ადვოკატი იყო მკვდარი ვენოგზე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. არავითარი აზრი არ ქონდა მაშინ თუ მთავრობასთან იმასთან არ იყავი და მე ვიბძოდი იმ რეჟიმის წინააღმდეგ და დღესაც მე არ მინდა რომ მომიწიოს ისევ მათ წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ხელისუფლებას რა მინუსებიც აქვს მუდაღამე დღედაღამ მაგაზე ვლაპარაკობ ამ სტუდიაში მე სხვა კერაფერს არ ვაკეთებ და არ ვიცი რაში გამოიხატება თქვენი პატრიოტობა რა ერთი ვერ გავიგე ჯერ არ მოსულან და ხან ნიკამელია მიგაჩუხანებთ იქა და ბოდიში მიგაჩმორებთ ხან ვიღაცა მიგაჩმორებთ და მე კიდე გამოდიხართ აქა და ლაპარაკობთ იმაზე რომ რაღაცა მე აი და ისინი და რომ მოვიდნენ და რა ვინ უნდა მოვიდნენ მე სადაც საქართველოს საერთოდ იარსებებს ჩამოთვლიან თან რა კი ბატონო ეს ხელისუფლებას ჩამოთვლიან ამ შეცდომებს მე იტყვია რომ აი ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ რუსთაველზე რამდენი მოღალატე ყოფილა ქვეყანაზე მე არ ვიცოდი მე ერთი ჩვენ გადაცემა დავიწყეთ იმედის თემით იცით ალბათ და ესე იგი იმედი ერთი ჭირია მაგრამ მეორე არის ეს ტელეპირველი არხი მე ვერ გავიგე ბოლო კაცო ვერ გავიგე
რისთვის ბოლო-ბოლო გამორთეთ ეს პირველი არხი ბოლო-ბოლო და იმ ნაცებს ეხლა ვერ ვნახავთ. გადართავ ეხლაც აი გადაცემა შეიძლება მიდის, ყველა დღეს ზიად ნაცები. თან ყველაზე სასწაული რა არის, იცი? ეგრეთ წოდებული პატრიოტები თუ გახდებიან მაგალითად ნაცები, იმათ იწვევენ. ანუ თუ ნაცი არ ახარ ამ პირველი არხის ეთერში ვერ მოხდები. მე ეს ჟურნალისტები აიღეთ, კაცო, ერთი ეს სამი გვარი აქვს, ვასილ ივანოვიჩი კოვანი, კიდე რა ვიცი, რა გვარის მატარებელი. საუტაშვილი, გაქანებული ნაცი. ერთი ნახეთ, აი მოусმინეთ ეხლა 14, 15, აი თარიღების მიხედვითაა დაწყობილი. ეს იგი ყოველდღიურად ბოდიში და აი თვითონ ეს ჟურნალისტი სტუმრები ხო აგინებენ ამ იმას რა ქვია ქვეყანას. პლუს ეს იგი ეს ჟურნალისტებიც, აი ნახე. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. გმადლობთ რომ გუყურებთ. ახალამებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 59 დღე გავიდა ამ დრომდე. არავინ არის დასჯილი იმ შავ ფორმებში ჩაცმული პირებიდან, რომლებმაც აქციების დაშლისას სასტიკად იძალადეს მედიასა და მოქალაქეებზე. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ვიდრე დღის ახალამებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის დაწყებიდან 50 დღე გავიდა ამ დრომდე. არავინ არის დასჯილი შავ ფორმებში ჩაცმული იმ პირებიდან, რომლებიც აქციების დაშლისას სასტიკად იძალადეს მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს. ესე იგი, აი ეხლა ჩვენ რო ქვეყანა ვიყოთ, აი ეხლა სტუდიიდან ამ კაცმა უნდა გადაინაცვლოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რატო იცით? შავფორმიანებიო, ესე იგი პოლიციელებზე იძახი შავფორმიანებიო, გესმით? ეხლა ის პოლიციელი აქციიდან რომ მივა სახში, წამოჯდება, ესე იგი, ტელევიზორთან და უყურებს აი ეს ნაძირალა რო გამოდის და უწოდებს მას პოლიციას კი არა შავფორმიანს. ან ის პოლიციელი, რომელსაც ცილა გააწდეს იმ დგებუაძეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და დღეს მის ესე იგი დაპატიმრებას ითხოვენ და ეს სოლიდარობას რატო უცხა? ესე იგი, ეს ეხლა დაცი ხო. მე მინდა მივმართო ამ პირველი არხის ხელმძღვანელობას და საერთოდ ვინც არის რაღაც ამ პიარით დაკავება. ბოლო რა უბედურება ამისთვის ვიხდი მე ფულს, გადასახადის ფულს, რომ ეს ვასილ ივანოვ ჩიკოვანს ერთი 10,000 ლარი გქონდეს ხელფასი? 20,000 იმ ზაუტაშვილს ქონია. რაში ვიხდით ფულს ვერ გავიგე, რომ დღე და ღამე წამლოს ამ პირველმა არხმა. აჭარის ტელევიზია უარესია, კიდე ერთი ხუზმიაშვილს მიყავს გადაცემა, საათი არის ის გადაცემა, 1 საათიანი და მთელი დანარჩენი დრო მთელი ამ ნაცების ხელში არის ეს ტელევიზია. ვერ გავიგე, კაცო, მე ვერ გავიგე, ეს არ არის დივერსია. გამოდის და სოლიდარობას უცხადებს პოლიციელებზე ხელის აღმართვეს, პოლიციელის შეურაცხყოფეს. სახელმწიფო ტელევიზია სოლიდარობას აი მოძალადეებს უნდა უცხადებდეს. ჟურნალისტი გამოდის, ხო, ეს ხო ის არ არის ნაცების ისა წარმომადგენელი. პირველი არხი ჟურნალისტი გამოდის და დღეს 15 და ყველა დღე გამოდის ამთავრებს გადაცემას სოლიდარობა იმას, აი ამ იმას ამაღლობელს. ეს არის აღმაშფოთებელი და დაამყარი. ბიჭო, ვერ გავიგე, ტრამპი ხო არ ჩამოვა აქაც იმაში პირველ არხზე და ხო არ იტყვის შეცვალო. ტრამპმა განათლების სამინისტრო დაშალა, ჯანემოდან გამოვდივართო. აი ამ ბოდიში და პიდარასტებს დედას უტირებო. ყველაფერს გავაკეთებ ამერიკაშიო და ჩვენ რატო არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ეს გენდერული საბჭოები კიდე არსებობს ის საკრებულებში, მაინტერესებს? გენდერული საბჭოები რო გააკეთეს, რატო არ შლით ამ გენდერულ საბჭოებს? ზოგიერთი პარლამენტარი რო იმას წამოშკუპდება იქა და გენდერული საბჭო რა. გენდერული კიდე დემოგრაფიული საბჭოები შექმნით, როდესაც ჩვენ მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. და ეს პირველ არხზე დაამყარეთ წესრიგი ვერ გავიგე. ბორდი მართავს თუ ბორდელი ვეღარ გავიგე ამათ რა.